ადამიანის უპირველესი ღირებულება არის თავისუფლება. თავისუფლება ყველას უნდა, ქოდსაც და ნაცსაც. ეს ყველაზე მარტივი და ბუნებრივი მოთხოვნაა, რასაც ნებისმიერი ადამიანი გრძნობს. მაგრამ თავისუფლების გაგებას რამდენიმე დონე აქვს. პირველი. თავისუფლება არის ნების და მოქმედების გამოხატვის შესაძლებლობა. ეს პრიმიტიული გაგებაა, უბრალოდ იმის კეთება, რაც გინდა. მეორე. თავისუფლება არის ნების და მოქმედების გამოხატვის შესაძლებლობა, რომლის ზღვარი სხვისი თავისუფლებაა. ეს შეგნებული, მაგრამ არასრული თავისუფლებაა. თავისუფლება არის ნების და მოქმედების გამოხატვის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სხვებზე იზრუნო. ეს არის სრული თავისუფლება. მე მხოლოდ მესამე დონის თავისუფლების მჯერა. ეს არის თავისუფლება, რომელიც არა მხოლოდ უფლებებს მოიცავს, არამედ ვალდებულებასაც. ვიზრუნოთ სხვებზე და შევქმნათ უკეთესი საზოგადოება. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს თავისუფლება პირველი ორი დონის ფარგლებში ესმის და მესამემდე ასასრულად საკუთარ თავზე არ უმუშავია. დღეს ვინც აპროტესტებს სახელმწიფოს მიტაცებას, პრაქტიკულად გაერთიანებულია მესამე დონის სრული თავისუფლების მოტივით. საქართველო ხომ ერთმანეთზე სრული შესაძლებლობაა. ქართული ოცნების მხარდამჭერები სწორედ ამ პირობას ვერ აცნობიერებენ, ან ამ პირობაში სხვებზე ზრუნვას ვერ ხედავენ. ქართული ოცნების მხარდაჭერსაც უნდა თავისუფლება, მაგრამ რას საკითხსაც ხალხი აპროტესტებს, იმაში ვერ გრძნობს თავისუფლების შეზღუდვას. თუ დავუფიქრდებით და წარმოვიდგენთ ქართული ოცნების მხარდაჭერის გულისთქმას, მისთვის ხელისუფლების მიტაცება არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან გაუცხოებულია სამოქალაქო კულტურის ძირითად პროცესთან, როგორიცაა ლეგიტიმაციის კანონიერად მინიჭების მნიშვნელობა. უახლესი ისტორიის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველთვის კლანური საზოგადოების ვიწრო წრით იყო შემოსაზღვრული. მაშინ, რას აკეთებს ქართული ოცნება განსხვავებულს? ამ კითხვას რომ უპასუხოს, საჭიროა სპეციალური განათლება, როგორიცაა დემოკრატიის პრინციპების ცოდნა, სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების მნიშვნელობა, კონსტიტუციის მნიშვნელობა და სამართლებრივი სახელმწიფოს არსის ცოდნა. თუ ეს ცოდნა არ აქვს, ან წარმოდგენილია ფეოდალურ პროვინციულ პრიზმაში, მაშინ პრობლემას ვერ დაინახავს. იმიტომ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი განა ხელისუფლების მიტაცებაში ხედავს პრობლემას, რადგან ეს უკანასკნელი მისთვის ყოველთვის მიტაცებულია, არამედ ოპოზიციის მმართველობაში. რადგან ქართული ოცნების მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ ღირებულებითი რეჟიმი, რომელიც დამყარდება ქართული ოცნების შემდეგ, გახდება სწორედ მისი თავისუფლების შემზღუდავი. ღირებულებები, როგორიცაა გენდერული ემანციპაცია, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნების პატივისცემა, რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, საქმიანობის თუ მსოფლმხედველობის მიუხედავად, ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის არის სწორედ თავისუფლების შეზღუდვა. რადგან მათთვის აბსოლუტურად სამართლიანია საზოგადოების შემზღუდავი ხელის არსებობა. სწორედ ამ შეზღუდვებში ქართული ოცნების მხარდამჭერები ხედავენ სამართლიანობას, რადგან ის მიაჩნიათ ზნეობრივ ჩარჩოებად. ამიტომ არ ესმის ქართული ოცნების მხარდამჭერს. რას ვითხოვთ და რას ვაპროტესტებთ?